ხომ გქონიათ მომენტი, როცა გიგრძნიათ, რომ ყველაფერი დამთავრდა. აი, სრული უიმედობა, როცა გამოსავალს უბრალოდ ვეღარ ხედავ. ხო და დღეს ჩვენ ჩავიხედავთ ერთ ძალიან ძველ ტექსტში, დაახლოებით 3000 წლისა, რომელიც საოცარი სიზუსტით ხატავს ზუსტად ამ გზას, სასწორკვეთილებიდან იმედამდე. ეს არის 77 ფსალმუნი, მოდი ვნახოთ, როგორც ერთგვარი უძველესი რუკა, რომელიც ჩვენს ყველაზე რთულ ემოციურ ლაბირინთში გვატარებს. მზად ხართ? მოდით დავიწყოთ. და აი პირდაპირ კრიზისის ეპიცენტრში ვხდებით. ეს არ არის, იცით, უბრალო მოწყენილობა ან სევდა, არა. ეს ისეთი ღრმა, ისეთი გამთანგველი ტკივილია, როცა შენივე სული ამბობს უარს ნუგეშზე. წარმოგიდგენიათ, ხელი გაქვს გაცვლილი დახმარებისთვის, მაგრამ პასუხი არ არის. სიცარიელეა. აი ეს არის სრული იზოლაციის და მიტოვებულობის ის მძაფრი შეგრძნება, რომელიც ალბათ ბევრს გამოუცდია. კარგით, ესე იგი. პირველი ნაწილი. რას ვხედავთ აქ? ეს არის მარტივად რომ თქვათ, ხმა ღმერთის მიმართ. ესაა ის პირველი სასოწარკვეთილი ყვირილი სიცარიელეში, როცა გონია რომ არავის ესმის შენი. აი აქ რაღაც ძალიან საინტერესო ხდება. დააკვირდით, თვითონ ღმერთის გახსენებაც კი, რაც წესით შვება უნდა იყოს, ხომ? პირიქით, უფრო მეტ ტკივილს იწვევს, ვკვნესი ამბობს. ეს საოცრად ღრმად გვაჩვენებს რამხელა სასოწარკვეთილება, როცა ის, რაც გამოსავალი უნდა იყოს, თავად ხდება ტანჯვის წყარო. და ეს ტანჯვა უკვე სხეულზე გადადის, ფიზიკური ხდება. უძილო ღამეები, ნაცნობი სიტუაცია არა? მდგომარეობა იმდენად მძიმდება, რომ ლაპარაკის უნარსაც კარგავ, სიტყვები უბრალოდ აღარ გაქვს. ეს არის სრული პარალიჩი, ემოციურიც და ფიზიკურიც. კარგი, გადავდივართ მეორე ნაწილზე. აქ უკვე რაღაც იცვლება. ის წმინდა დაუოკებელი ემოცია ახლა გადაიქცევა გონების ხელებიან ძიებად. სული იწყებს პასუხების მოთხოვნას. თავარი კითხვა, რატო? და რას აკეთებს? იწყებს წარსულის ქექვას. იხსენებს ძველ კარგ დროს და ცდილობს მიხვდეს, რა შეიცვალა, სად დაუშვა შეცდომა. ეს არის კლასიკური შინაგანი ბრძოლა, იცით, საკუთარ თავთან საუბარი, როცა ცდილობ რაღაც ლოგიკური ახსნა მოუძებნო იმას, რაც ხდება. და აი აქ იწყება კითხვების ნამდვილი კასკადი. გონება, რომელსაც პასუხები არ აქვს, ეჭვებით ივსება. და პირველივე კითხვა პირდაპირ მომავალს ურტკამს. ეს ყველაფერი სამუდამოდ გაგრძელდება. შემდეგი კითხვა კიდევ უფრო ღრმად მიდის. აქ უკვე მარტო მომავალზე არა ლაპარაკი. აქ ეჭუქვეშ დგება თვითონ ღმერთის ბუნება, მისი ხასიათი. იქნებ მისი წყალობა უბრალოდ ამოიწურა, იქნებ მისი დაპირებები დასრულდა. და ბოლოს, მესამე, ყველაზე გამანადგურებელი კითხვა. ეს არის მომენტი, როცა იმედი ფაქტობრივად კვდება. ეს არის ყველაზე ბნელი წერტილი, როცა ფიქრობ, რომ ღმერთმა არა უბრალოდ დაგივიწყა, არამედ რისხვით უარყო თავისივე სიბრალული. ამაზე მძიმე წარმოსადგენი არაფერია. მაგრამ სწორედ აქ, აი ამ სრულ ფსკერზე რაღაც ხდება, დგება გარდამტეხი მომენტი. და მინდა გითხრათ, ეს არის მთელი ამ მოგზაურობის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი. ეს ფრაზა ცოტა რთულად ჟღერს, მაგრამ მისი შინაარსი ფაქტობრივად არის გადაწყვეტილება. ის თირთას ამბობს, კარგი, მე ვირჩევ, რომ ამას მივმართო. გავიხსენებ უზენაესის ძალას, მის ძველ საქმეებს. ეს არის შეგნებული არჩევანი. ეს არის მომენტი, როცა ამბობ, საკმარისია ჩემს ტკივილზე ფიქრი. ახლა ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს. და აი ისიც, მთელი ამ ტექსტის საკვანძო სიტყვა გავიხსენებ. და კარგად დავაკვირდეთ. ეს არ არის ისეთი გახსენება, იცით, როცა რაღაც თავისით ამოგიტივტივდება თავში. არა, ეს არის აქტიური ნებისყოფაზე დამყარებული მოქმედება. ეს არის გადაწყვეტილება, რომ შენი ფიქრების მიმართულება შეცვალო. და უბრალოდ შეხედეთ, როგორ იცვლება ენა. ფოკუსი გადადის მედან, საკუთარი ტკივილიდან პირდაპირ ღმერთსა და მის საქმეებზე. ის პასიური ვკვნესი და სული მიუძლურდება იცვლება აქტიური ჩავუკვირდები და დავფიქრდებით. აი ეს არის ცვლილება. და რა ხდება ამ გადაწყვეტილების მერე? იწყება მეოთხე ნაწილი, სადაც სურათი რადიკალურად იცვლება. სასოწარკვეთილების ადგილს იკავებს მოწიწება და გაოცება. რატომ? იმიტომ რომ გახსენება სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის. ხომ გახსოვთ ის მტანჯველი მწარე კითხვები დასაწყისში რომ იყო? ნუ თუ მიმატოვებს, ნუ თუ დასრულდა, შეხედეთ, რითი შეიცვალა. ახლა უკვე მოდის მტკიცე, რიტორიკული შეკითხვები და პირდაპირი განცხადებები. ეჭვი უბრალოდ გაქრა და მის ადგილას დარწმუნებულობა გაჩნდა.
და ამის შემდეგ უბრალოდ მოემზადეთ. იშლება ღვთაებრივი ძალის ისეთი ეპიკური კოსმიური სურათი. ის იხსენებს, როგორ ემორჩილება მთელი ბუნება, მთელი სამყარო ღმერთს. წყლები ძრწიან, ღრუბლები წყალს ხვრიან, ცაქუხს და აი ამ გრანდიოზული კოსმიური სურათის ფონზე ის პირადი ტკივილი, რომელიც თავიდან სამყაროსავით დიდი ჩანდა უცებ, პატარავდება. თითქოს თავის ადგილს პოულობს. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ როგორ უკავშირდება ეს კოსმიური ძალა ჩემს პირად პატარა გასაჭირს? და აი, ფსალმონის ბოლო მეხუთე ნაწილი ზუსტად ამ კითხვას ცემს პასუხს. ის გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გაჩნდეს გზა იქ, სადაც ლოგიკურად უბრალოდ არ უნდა არსებობდეს. ეს აღარ არის რაღაც აბსტრაქტული ძალა, არა. ახლა მას ახსენდება ძალიან კონკრეტული ისტორიული ფაქტი. როგორ გაიყვანა ღმერთმა თავისი ხალხი, როგორც მწყემსმა თავისი ფარა, სრულიად შეუძლებელი სიტუაციიდან. და აი ეს კონკრეტული მეხსიერება ხდება იმედის მყარი ღუზა. და აქ ძალიან საინტერესო პარადოქსია დააკვირდით. გზა ხსნისკენ გადის პირდაპირ ზღვაში. პირდაპირ ქაოსში, არა მის გარშემო, არამედ მასში. ეს იმას ნიშნავს, რომ შვება პრობლემის თავიდან არიდებით კი არ მოდის, არამედ მისი გავლით. და აი კულმინაციაც. გზა იყო, მაგრამ მისი კვალი არ ჩანდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთის დახმარება და ხელმძღვანელობა რეალურია, მაგრამ ჩვენ მას ყოველთვის ვერ ვხედავთ. ხშირად უბრალოდ მისი კვალი არ ჩანს. ეს კი ჩვენგან ითხოვს რწმენით სიარულს, მაშინაც კი, როცა თვალწინ არანაირი ბილიკი არ გვიდევს. და აი, ეს 3000 წლის წინ დაწერილი ტექსტი დღეს ჩვენ 21 საუკუნეში ზუსტად იგივე კითხვას გვისვამს. როცა ჩვენს ცხოვრებაში ვდგებით ჩვენი საკუთარი გაუვალი ზღვის წინაშე. როცა გზა არ ჩანს და ღმერთის კვალი არსად ჩანს, როგორ ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა, რომ გავიხსენოთ, რომ ვირწმუნოთ, რომ გზა მაინც არსებობს, თუნდაც ჩვენ მას ვერ ვხედავდეთ.